ვახდერთ საინტერესო თემა, საუბარია მართლა უპრეცედენტო გრანდიოზულ პროექტზე, ვიტყოდი რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საქართველოსთვის მართლა ჩემი აზრით სავიზიტო პროექტზე, ეს შეეხება ამბასადორი აილენდ ბათუმს და ამბასადორ აილენდ ბათუმის კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. თავად კუნძულის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის. დასრულებულია კუნძულის საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 47 ჰექტარამდე, ხოლო 26 ჰექტარი მიწის ფართობის უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული ტერიტორიაზე დაიწყო პირველი შენობა ნაგებობების ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაც, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სტუმროს, ვერტოდრომს, აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ მაღაზიებს. ამბასადორი აილენდმა ხელშეკრულება გააფორმა IG Development-თან, რომელიც 120,000 კვადრატული მეტრის უნიკალურ სავაჭრო ცენტრის პროექტს განახორციელებს. ამბასადორი აილენდი ბათუმი, რომელიც ორი ხელოვნური კუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ამბასადორი აილენდის პროექტს როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება აქვს, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვეთრებს. ამბასადორი აილენდის როგორც ისტორიული პროექტი საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიმყოფებით გარდამტეხ ეტაპზე, კერძოდ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ სულ ახლახანს დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, ხოლო იანვრის თვეში ჩვენ ვემზადებით ჩამურად 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად. გარდა ამისა, თავად ჩვენ უზრუნველყავით ის, რომ კუნძულის განვითარების პარალელურად აქ შექმნილი იყო მსხვილი ეკონომიკური პროცესები, კერძოდ კომპანიამ მიიღო მრავალფუნქციურ კომპლექსზე მშენებლობის ნებართვა, სადაც დაწყებული არის როგორც აპარტამენტების, ასევე სხვა უძრავი ქონებების გასხვისების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ეს იქნება გამორჩეული შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, აპარტამენტები, საცურაო აუზები, ლაუნჯი, ფიტნეს ცენტრი, სხვადასხვა დანიშნულების გასართობ გამაჯანსაღებელი წერტილები, ჰელიკოპტერპადი და სხვა უამრავი კომფორტის ზონები, რომელიც აუცილებელია ადამიანების კომფორტულ გარემოში მისაღებად და დასასვენებლად. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამი უმსხვილესი პროექტი, კერძოდ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე დამოუკიდებელი ინვესტორი FK Development-ი ახორციელებს ტონინო ლამბორგინის ცათამჯენის განვითარებას, რომელიც პოზიციონირებს როგორც საკოლექციო უძრავი ქონება და აგრეთვე ვართ ბედნიერები, რომ ამბასადორი აილენდზე უკვე ქართული კომპანია IG Development-ი თავისი შესანიშნავი მენეჯმენტით ბათუმის კუნძულზე უკვე ახორციელებს ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრის განვითარებას, რომელსაც ანალოგია არ ექნება საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ გადავედით შემდეგ ეტაპზე, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძული ეს არ არის სამშენებლო ობიექტი, არამედ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე უმასპინძლებს, მომხმარებლებს და უზრუნველყოფს დაახლოებით 3-დან 5,000-მდე ადამიანის დასაქმებას უახლოესი 3-დან 4 წლის განმავლობაში. მართლა შთამბეჭდავი პროექტი, მართლაც გამორჩეული, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩემი აზრით იქნება უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი ამ ხოთ რეგიონის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და უპრეცედენტო მისი ამ თამამი გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ ნახევარკუნძულების კუნძულის ფორმირების ნაწილში.